მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში ნახავთ. ვისაუბრებთ ავტომწარმოებლების ყველაზე გახმაურებულ ჩიტინგებზე. ბოლო დროინდელი იყო Tesla და თქვენს რომ აი self driving სისტემა რაც არის დამოუკიდებლად მართავს სინამდვილეში ამ ძღოლის ჩარევა სჭირდებოდა. გადავიღეთ ახალი Renault Duster-ი. გიზიარებთ ჩვენს ემოციებს. მოლოდინს ფიქრობ გადააჭარბა. მით უმეტეს ახლა წინა დასტერებს თუ შევადარებთ, სადა დედამიწა სხვაობა გინდა ვიზუალურად, გინდა მართვაში, აი არ ვიცი. ძალიან დახვეწეს. Top Speed-ის რუბრიკაში ნახავთ როგორ შევარჩიოთ და როგორ მოუაროთ სპორტულ საჭეს. მოდი ესეთ პატარა ტესტი ჩავატაროთ, ხამ საჭეს ესე დავდებ და როგორც ხედავთ, არაფერი არ მოსვლია. ანუ მე მართლა ვერ ხვდები ხოლმე ამას როგორ ღუნავთ. სტუმრად კი გვეყოლება პირველი ქართველი ქალი ავტობლოგერი მარო კალატოზიშვილი. ჯერ თვალებს არ უჯერებდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ამდენი ნახვა და აი კომენტარები რო გავხსენი, აი იქ რაც ხდებოდა, აი ვერ აღგიწერთ სიტყვით რა დამემართა მაგ ყველაფერს საკითხვაზე. კომენტარების ალბათ 90% იყო ანუ აი გამოუთმელი შეურაცხყოფა და მარტო იმის გამო რომ მე ვიყავი ქალი, გოგო და ვაკეთებდი კაცის საქმეს. სანამ სიახლეებზე გადავალთ და მოვიხილავთ საქართველოში და მსოფლიოში არსებ სიახლეებზე, მანამდე მოდი გავიხსენოთ, გახსოვთ ჩვენ ჩიტინგზე რო ქონდა. სტუმარიც ყავდა ბატონი თენგო, ვისაუბრეთ ავტოსპორტში. ეხლა მოდი მოვიხილოთ სამოქალაქო მანქანებში რა ხდებოდა რა. ერთ-ერთი გახმაურებული იყო Volkswagen-ის ჩიტინგი. სადაც ასე ვთქვათ, ტექ-ინსპექტირებაზე რომ მიდიოდა მანქანები აჩვენებდა ნორმას გამონაბოლქვში, მაგრამ როგორც კი გავიდოდნენ, ბოლავდნენ გიშებივით ეს მანქანები რა. $1 მილიარდი დააჯარიმეს, მე მგონი, როგორც მახსოვს. და სიტუაცია იყო როგორი, რომ ეგრეთ წოდებული კომპიუტერული პროგრამა იყო ჩაწერილი ავტომობილში, როდესაც მიდიოდა გაჩერებული იყო მანქანა, სხვა გამონაბოლქვი ჰქონდა, მოძრაობაში სხვა გამონაბოლქვი ჰქონდა და ასე გვატყუებდნენ. გახსოვს ალბათ კიდე Mitsubishi-ს. კი ბატონო, მოიტყუეს, რომ ეკონომიური არისო, არა და სინამდვილეში არ იყო ეკონომიური. ძალიან ბევრს წავდა. კი, ძალიან ბევრს წავდა. დააჯარიმეს Mitsubishi და შეიწირა კაკრას მაგ დროს. Nissan. კი, Nissan-მა. ისარგებლა მაგ მომენტში. ისარგებლა და იქ ძალიან ბევრი აქცია რა მაშინ და ესეთი მსგავსი ძალიან ბევრი იყო. ერთ-ერთი კიდე რაც მახსენდება, ხა ბოლო დროინდელი იყო Tesla და თქვენს რომ აი self driving სისტემა რაც არის დამოუკიდებლად მართავს სინამდვილეში ამ ძღოლის ჩარევა სჭირდებოდა და ვინც გაურისკა კი ვნახეთ მე ვიდეოები რაც მოუვიდა ძალიან ბევრი ვიდეო არის მსგავსი თავისით რო უხვევს ეგრე YouTube-ზე არის საკმაოდ ბევრი ისე სხვათა შორის ჩვენთანაც ხდება ხოლმე ძალიან ჩვენთან იმიტომ ხდება რომ ზოლი არ გზაზე არა ზოლზე არ საუბრობ მე საუბრობ ჩიტინგზე ზოგადად ტექნოლოგიების ამბავში რა სხვათა შორის მაგაზე ანუ აქ ხდებოდა ხოლმე გაქირავება ნაწილების. კი, ანუ გაქირავება ნაწილების ეგ ცოტა გადავიდა მოდიდან, იმიტომ რომ ხალხმა ისწავლა მოდი პირველი ის რომ ანუ საბურავი უნდა შეცვალონ, ნორმალური საბურავი უნდა აეყენოთ და მანქანა არ უნდა ბოლავდეს. ნუ ეგ წინსვლა არის და ეს ორი გამოასწორეს. ცოტა წინ წავიდე. მაგრამ შენ რო იცოდე ევროპაშიც კი ევროპაშიც არის კი. დისკებს საბურავების კომპლექსი, კატალიზატორების კომპლექსი, თავისუფლად ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ ჩვენთანაც ხდება იგივე, აი ხა შენ რო საუბრობდი Volkswagen-ზე, აი მაგალითად რაღაცა კონკრეტული ავტომობილი, BMW ავიღოთ რა. როდესაც ქარხნულად გამოდის, იქ ის ავტომობილი მით უმეტეს ტურბირებულ ძრავზე გვაქვს საუბარი, არის ძალიან შეზღუდული, ეკოლოგიურად არის ძალიან შეზღუდული. შესაბამისად ხანდახან იტყუებიან კიდევაც იმას, რომ აი რაღაც ცხენიზალები ამდენი არა აქვს და უფრო ნაკლები აქვს. შენ შემთხვევაში უფრო მეტი აქვს ხოლმე. შენ შემთხვევაში უფრო მეტი აქვს ხოლმე. იტყუებიან ეკოლოგიის თემაში, რომ აი ეკოლოგიური არის და არ და რეალურად არ არის ეკოლოგიური და აი ყველაზე მარტივი რაღაცა, ყველაზე მარტივად მაგას ხვდებით, როდის იცი, აი ნებისმიერი ქარხნული გამოსული ახალი BMW ან Mercedes-ი რო აიღო და უბრალოდ პროგრამა რო გადაწერო კი, რა თქმა უნდა, პროგრამა რო ჩაწერო, ეგრევე ცხენების გემატება და გამონაბოლქვიც ემატება რა. ასე რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი არის. სხვათა შორის მე მგონი გერმანიაში იყო რაღაცა დაინოები და აქვთ პოლიციელებს
და იქ არ სტეიჯი თუ გიწერია, მაგაზეც უკვე ჯარიმა. სტეიჯის ნახვა კომპიუტერითაც შეიძლება ხო, იდეაში. ანუ იქ აყენებენ, თუ ან იმაზე მეტი სიმძლავრე აქვს, რაც დაშვებული არის, ეხლა შეიძლება 5 და 2 ცხენი არ იყოს, იქ არის რაღაც 100 ცხენი, 50 ცხენის ძალა რა, სხვაობა. დაგაყენებენ, თუ მეტი ცხენის ძალა გაქვს იმაზე, რაც უნდა კონდეს გაჯარიმებენ. ძალიან უცნაური არის. არის. მეგობარი, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, CRX იყავს, Honda, ყვითელი. ხო და კაკრას ამას წინათ ჰქონდა საუბარი, რომ აი როგორი სიტუაციაა იქ თქვენთან ევროპაში და როგორი სიტუაციაა ჩვენთან საქართველოში. ანუ ჩვენთან აი მაგალითად თუნდაც აი გამონაბოლქვის სისტემა ეგრეთ წოდებული მაყურში რო შევცვალოთ, ხო? ჩვეულებრივი მომენტია ჩვენთან რა და იქ ანუ უნდა შეამოწმო, საბუთი უნდა მოქცე. რა თქმა უნდა. და ანუ წარმოიდგინე ადამიანებს იქ ვისაც ასე ვთქვათ ავტომობილი დაწუნინგებული ყავს, ესე ვთქვათ რაღაც აპგრეიდები აქვს გაკეთებული, სპეციალური იურისტი ყავს. რომელიც ამ ყველაფერს ანუ ვერცახოლე ილიავაზე ვერ იყიდი რაღაც საბუთო გამონაბოლქვის სიტუაცია რო ჩვენ როგორც ახლა წავალთ აქ და სიტყვაზე რაღაც ერთი ზომით დაბალ საბურავს დავაყენებ, სხვა დისკს დავაყენებ და იქ ყველაფერს აქვს სერტიფიკატი. რა თქმა უნდა. ყველაფერს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას, დეციბელებით ზომავენ გამონაბოლქს. აქ მე მახსოვს ერთი პერიოდი რომ იყო ჯარიმა დამიწერეს, იცი რატო? გამონაბოლქ ხმაზე დამიწერეს ჯარიმა და რეალურად რო უკითხე რომ ანუ გაზომეთ მეთქი, ანუ ყურით მეთქი, რანაირად ხვდებით რომ ანუ ხმაურიანი არის ავტომობილი. არა და ნუ მოდი იმაზე შევთანხმდეთ რომ Honda ზოგადად მით უმეტეს ჩემი ავტომობილი ქარხრიდან რომ ეგეთი არის. მე როგორც მახსოვს შენ კატალიზატორის იმაზე საბუთი მე გააკეთებინე ცენტრს, ხო? ნუ ქართულად არ მოყვებოდა კატალიზატორი. ანუ როგორი რაღაცა იყო, რაღაცა შეზღუდვა მქონდა ეგრეთ წოდებულ CO-ზე და მე ცენტრში მივედი Honda-s ცენტრში და ჩვეულებრივად მომცეს იმის საბუთი რომ შენს ავტომობილს ქართულად კატალიზატორი არ მოყვება. და ნუ მივიტანე მე ტექინსპექტირებაზე და ამიციეს ასე ვთქვათ, კი, მე გავიარე ჩვეულებრივად. ძალიან ერთი საინტერესო ფაქტი კიდე რაც არის ახალ Volvo-ს ADSI სისტემა რაც აქვს. ტელეფონების მტერი რო არის, კამერების ტელეფონების მტერი. აი ხო, ავტომოყვარულებს ინტერესს ყველას გვიყვარს რომ რაღაც ლამაზ მანქანას რო დავინახავთ, ფოტოს გადავუღებთ ხოლმე რა. ამ ავტომობილს შეუძლია რომ კამერა დაგიზიანოთ. ჩვეულებრივად რაღაც პიქსელებს სვავს ტელეფონის კამერაზე და გრჩება დაზიანებული ტელეფონი. ნუ ეს ვინც არის ხო იმისთვის კატასტროფა არის. თუ მიუშვერ, всё, ტელეფონი აღარ გავდივართ არ მინდა რომ გადავუღო ეგეთ ავტომობილს ფოტო. არა. კაი, მოდი რომ აღარ გავაგზავნო და არ შევყვეთ ძალიან ღრმად ამ თემებს. მოვიხილოთ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეები და დაგიბრუნდებით ისევ ძალიან საინტერესო თემებით. ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთელის კუჩების რეაბილიტაციის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის ნომერ 6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. გადაადგილებაზე შეზღუდვა 22 მაისიდან ამოქმედდა და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. რუსთავის ავტობაზრობა 858,276 ლარით დაჯარიმდა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს რუსთავის ავტობაზრობა და შპს მიკადო ჯორჯია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო დააჯარიმა. მოკვლევა ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მოკვლევით დადგინდა, რომ 2023 წელს ქალაქ რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც ერთი საპარკინგი ადგილის დღიურ ტარიფსა და ხარჯი პლუს მარჟას შორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაზე წარმოდგენილი ბრალდება სააგენტოს მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეფასდა. მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ. 19 მაის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა ლესა დრაგ რეისინგის პირველი ეტაპი. შეჯიბრით შედგებოდა რამდენიმე კლასისგან: B, AVD, RVD, Atmo და RVD აბსოლუტი. კვალიფიკაციის გამარჯვებული ტატო ფუხაშვილი გახდა. მან საქართველოს მეორე უსწრაფესი დრო დააფიქსირა, რომელიც გარეგინ მურიდიანის კოლტ 65,000 წამით ჩამორჩება. შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. AVD კლასის გამარჯვებული ტატო ფუხაშვილი გახდა. RVD კლასის ნოდარ სვანიძე თავისი მაკლა RVD Atmo კლასის გამარჯვებული მათე როჭიკაშვილი გახდა, ხოლო B კლასის გაგა ყაფლანიშვილი.
გერმანულმა ავტომწარმოებელმა ყველაზე პოპულარული M-ის შესახებ ახალი დეტალები გაამხილა. თქვენ წინაშე 2026 წლის M2 CS-ია, რომელიც BMW-ს ენთუზიასტებს უფრო მეტ სიმძლავრეს, ნაკლებ წონას და რაც მთავარია, მხოლოდ უკანა წამყვან ვერსიას თავაზობს. მისი ღირებულება სავარაუდოდ $100,000 ფარგლებში იქნება. BMW Twin Turbo-ს 3 ლიტრიან 6 ცილინდრიან ძრავას გვთავაზობს, რომელიც 523 ცხენისძალას და 650 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს 50 ცხენისძალით მეტია სტანდარტულ ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ M2-თან შედარებით. BMW-ის განცხადებით, სტანდარტულ ავტომატიკასთან შედარებით, M2 CS-ი დაახლოებით 45 კილოგრამით უფრო მსუბუქია. ეს ძირითადად კარბონის დამსახურებაა. შედეგად M2 CS-ის წონა 1700 კილოგრამს აღწევს, მაშინ როდესაც მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე M2-ის წონა 1730 კილოგრამს შეადგენს. M2 CS-ი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3.7 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს. BMW-ის ვერვაძრავიანი ფურგონი წარმოებაში რეალურად ჩაეშვება. 2025 წლის ღონისძიებაზე გერმანულმა კომპანიამ ახალი კონცეფტი შესთავაზა ენთუზიასტებს. ეს მოდელი BMW Concept Speedtopia. თუ ეს სახელი ნაცნობია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაწილობრივ გასული წლის კონცეფციას ეფუძნება. ეს მოდელიც Skytop-ის პლატფორმაზეა შექმნილი და იმავე V-ფორმის ზვიგენის ცხვირის წინა ნაწილი გამოარჩევს, ასევე განათებული ცხაურით. თუმცა ყველაფერი ასე არ არის. კონცეფტი წარმოებაში რეალურად ჩაეშვება, მიუხედავად იმისა, რომ BMW დეტალებს არ ასაჯაროებს, კომპანია აცხადებს, რომ მას მის მიერ შემუშავებული ამჟამად ყველაზე მძლავრი V8 ძრავა აქვს. არსებული ვარაუდებით ეს Twin Turbo 4.4 ლიტრიანი V8 ძრავა უნდა იყოს, რომელიც Skytop-ის მსგავსად 617 ცხენისძალას გამოიმუშავებს. BMW კომპანიის ყველაზე მდიდარი კლიენტებისთვის ამ უნივერსალის 70 ეგზემპლარს შექმნის. ფასი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით სტანდარტული შემოსავლის პირებისთვის მის შეძენა მარტივი არ იქნება. მეოთხე თაობის Porsche Boxster და Cayman თითქმის 10 წლისაა და როგორც ჩანს, მათი ჩამოწერის დრო მოვიდა. განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა და დადასტურდა, რომ ამ მოდელების წარმოება ოქტომბერში დასრულდება. სიახლე მათი ასაკის გათვალისწინებით დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს. მათ ელექტროვერსიებს კი პრობლემები უკვე შეექმნათ. თავდაპირველი გეგმით ისინი 2026 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა ახლა ამ თარიღმა 2027 წლამდე გადაიწია. რა მოხდება შემდეგ გაურკვეველია, რადგან კომპანია ელექტრომობილების გამოსვლის თარიღს არ ასახელებს, როგორც ჩანს, თაობებს შორის დიდი პერიოდი იქნება, რაც კომპანიის შედეგებიდან გამომდინარე დიდი პრობლემაა. Tesla წლებია მომხმარებელ სრულად ავტონომიური რობოტაქსის გამოშვებას პირდება. დანაპირებს კი არ ასრულებს. თუმცა უახლესი ინფორმაციით რობოტაქსები უკვე გზაშია და მას მომავალ თვეში უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში Tesla-ს ოპტიმისტური გეგმა ასეთია. რობოტაქსები ისეთი ნამდვილად არ იქნება, როგორისთვისაც Tesla წლები გვამზადებდა და ამ ეტაპზე მოდელს არც მასობრივი წარმოებით მივიღებთ. ისინი მხოლოდ ჩერჩეული ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჯონასის განცხადებით რობოტაქსების ფლოტი ჯერ მხოლოდ 10-20 მანქანით შემოიფარგლება. ეს ნამდვილად არ არის ის დიდი გახსნა, რომელსაც Tesla აანონსებდა. წარმოებელი კი ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი მუშაობის პროცესშია, გამომდინარე აქედან სერვისი საჯარო გზებზე გაეშვება, მაგრამ მხოლოდ Tesla-ს მიერ მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ სარგებლობა. შეზღუდული წვდომის ეს სტრატეგია Tesla-ს საშუალებას მისცემს თავისი ახალი სერვისი რეალურ პირობებში გამოსცადოს და თან კარგად გააკონტროლოს. Toyota-მ Tesla-ს Model Y-ის ჩინური კონკურენტი გამოუშვა, თანაც ნახევარფასად. თუ ფიქრობთ, რომ Toyota-ს ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოება არ შეუძლიათ, ძალიან ცდებით. ყოველ შემთხვევაში, თუ ის ჩინეთშია წარმოებული და თან BYD-ის ბატარეებს იყენებს. Toyota ნელ-ნელა ელექტროავტომობილების ბაზარზე თავს იმკვიდრებს და მისი უახლესი პროექტი BZ5-ია. ეს უკანასკნელი სწორედ ჩინეთშია შემუშავებული და ახალი ელექტროკროსოვერი გახლავთ. ექსტერიერით ეს მოდელი Toyota-ს ბოლოდროინდელ დიზაინერულ ენას გვახსენებს. BZ5 აერთიანებს სედანის, ფასტბექისა და კროსოვერის ელემენტებს. Toyota-ს მონაცემებით მოდელები ერთი დამოხტვით 550 კილომეტრიდან 630 კილომეტრამდე მანძილს გადიან. თუ ეს საკმარისი არაა, მაშინ EV-ს სწრაფი დამოხტვის ფუნქციასაც უზრუნველყოფს და 80%-ის მისაღწევად სულ რაღაც 27 წუთი სჭირდება. ავტომწარმოებელი BZ5-ზე წინასწარი შეკვეთების მიღებას უკვე იწყებს, თუმცა ჯერ მხოლოდ ჩინეთში. საწყისი ფასი კი $18,000-ია, რაც დაახლოებით ნახევარია იმის, რა ღირებულებითაც ჩინურ ბაზარზე Tesla Model Y იყიდება.
სოციალურ მედიაში მძღოლები ანდაც უბრალო გამვლელები ავტომობილების ფოტოებს ხშირად ტვირთავენ. ერთი შეხედვით უწყინარი ქმედება შესაძლოა თქვენი მობილურისთვის საშიში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფოტოს ADSI უახლესი სისტემით აღჭურვილ ავტომობილს გადაუღებთ. ვიდეო, რომელსაც ონლაინ ათასობით ნახვა აქ Reddit-ზე გამოქვეყნდა. მომხმარებელი Volvo EX90 სახურავზე დამონტაჟებული ლიდარის სისტემას ფოტოს უღებს და სწორედ მაშინ მისი ძვირადღირებული სმარტფონის კამერის სენსორი ნადგურდება. ლაზერი ეკრანზე სინათლის ყველს ტოვებს, რაც სენსორზე ცალკეული პიქსელების დაწვის შედეგია. თავარი კითხვა ალბათ ისაა, საშიშია თუ არა ეს ლიდარი ადამიანებისთვის. სინამდვილეში ლიდარის სხივების ინტენსივობა მკაცრად რეგულირდება ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის თანახმად. ავტომობილებზე დამაგრებული სისტემები პირველი კლასის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის თვალისთვის ის სრულად უნებელია. შედეგად ლაზერული სხივები თვალს არ აზიანებს, თუმცა ტელეფონის კამერის დაზიანება შეუძლია. Waymo-ს თვითმართვადი მანქანები კვლავ ეჯახება იმ საგნებს, რომელთაც ვხედავთ. Waymo-ს ავტომობილების უკან გაწვევის ეტაპები ძირითადად ტრადიციულისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. იშვიათად რომ ამ მოდელის მფლობელებს მანქანების სადილეროში მიყვანა დასჭირდეთ. უფრო მეტად ამ პრობლემის გადაჭრა დისტანციურად ხდება. მიზეზი მეხუთე თაობის ავტომატური მართვის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დეფექტია. ეს შესაძლოა ავარიის გამომწვევ მიზეზად იქცეს, თუმცა Waymo-ს განცხადებით მათთვის რაიმე სახის ინციდენტზე მფლობელებს არ მიუმართავთ. ამის მიუხედავად მწარმოებელი ვალდებული ავტომობილები უკან გაიწვიოს. კომპანიის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ადრე რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა, რომელმაც შეჯახება გამოიწვია. თუმცა იმ დროისთვის Waymo პრობლემების მოგვარებაზე უკვე მუშაობდა. დისტანციურად, რა თქმა უნდა. ფრინავი მანქანების გაყიდვები 2026 წლიდან დაიწყება. დიდი ხნის ლოდინი დასრულებულია. ფრინავი მანქანების შეძენა მსურველებს მომავალი წლიდან შეეძლებათ. Klein Vision-ის ფრინავი მანქანა სახელწოდებით Aircar-ი $1 მილიონი ეღირება და უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში წარმოებული პირველი ფრინავი ავტომობილი იქნება, რომელსაც ფრენისთვის საჭირო სერტიფიკატიც მიენიჭა. სლოვაკეთში დაფუძნებულმა კომპანიამ Aircar-ის უახლესი წარმოების პროტოტიპი 25 აპრილს ავიაციის ინდუსტრიის ცოცხალი ლეგენდებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა. Aircar-ი ფრენის თავისუფლებას რიგითი ადამიანების ხელში მოაქცევს. კომპანიის აღმასრულებლების ინფორმაციით Aircar-ის რამდენიმე სატესტო ფრენამ წარმატებით ჩაიარა. მათ შორის 500-ზე მეტი აფრენა და დაშვება შეასრულა. დააგროვა ფრენის 170 წარმატებული საათი, დაფარა 1000 კილომეტრამდე და იფრინა 250 კმ/სთ. კომპანიის ინფორმაციით, ფრინავ სატრანსპორტო საშუალებას 3 კმ-მდე სიმაღლეზეც შეუძლია ასვლა. თუმცა ფრენის შედეგებთან ერთად ავტომობილი არანაკლებ კარგ შედეგებს ხმელეთზეც აფიქსირებს. ავტომობილის დიაპაზონი დაახლოებით 700 კმ-ს აღწევს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 200 კმ/სთ ანვითარებს. დანო, გადავიღე ძალიან საინტერესო ავტომობილი. კი. Renault Duster-ი. მეც მომეწონა სხვა შორის მინდა გითხრა. ძალიან დახვეწეს ვიზუალი. აი ძალიან. აი წინათაობები გაქნა ნახე. კი. აი ცადა დედამიწა სხვაობა. მე მგონი მიხვდნენ რომ აი ვიზუალში უნდა შეიტანათ რაღაცა პატარა კორექტირებები, უნდა დაეხვეწათ, იმიტომ რომ აი სულ ვამბობ იმას, რომ აი პირველი როდესაც ავტომობილთან მივდივარ, ხო, უყურებ ვიზუალს. ანუ თავიდან შეიძლება რაღაცა ავტომობილი საერთოდ არ დავინტერესდე, თუ მისი ვიზუალი არ მომწონს. და როგორი რაღაცა იცი, აი რაღაც ავტომობილს როცა ყიდულობ, შეიძლება ვიზუალურად იმდენად მოგეწონოს, რომ მარტო მაგითო იქნება. დამატებითი 3 და 4 ლიტრი ბენზინის მეტი მოხმარება შეიძლება საერთოდ ყურადღება არც მიაქციო და იყიდო. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა ცოტა განსხვავებული ხაზი აქვს Duster-ს, მოდი ასე ვთქვათ, სხვა რაღაცეებისთვის არის განკუთვნილი. Duster-ი არის აი როგორი ავტომობილი, იცი, აი ძალიან მარტივი ავტომობილია. მარტივია, რა თქმა უნდა და კარგი ის აქვს, რომ წვა მომეწონა ძალიან გაუგიჟდი. სადღაც დაახლოებით ჩვენ რაც ვიარეთ, ხა ნელა ვიარეთ, საცობშიც ვიდექით, ცოტა დავტვირთეთ კიდევაც mini off-road-ზე ვყავდა, ასე ვთქვათ, საყვანილი, 7 litrს მოიხმარდა საწვავს და 100 კმ-ზე და ავტობანზე 5 და 5, აი არ ვიცი, სასწაული შედეგია, მით უმეტეს ხა, ნუ არც დიდი ავტომობილი არ არის, მაგრამ არც ძალიან პატარა არ არის, საკმაოდ ტევადი და ისეთი სიმძლავრე როგორ მოგეწონა. ნორმალური ხონდა. ანუ იმაზე რომ გახვიდე, გასწრებაზე რომ გახვიდე რაღაცა არ შეგაშინებს, რას ვთქვა, ნელიც არ არის ახლა. ზოგადად არც მოეთხოვება, მაგრამ ხო, ზოგადად ჩვენთან აი ქართველებს აქვს ხოლმე მოთხოვნა, რომ SUV ტიპის ავტომობილი უნდა იყოს ხოლმე ჩქარი ან რაღაც.
მაღალი განმავლობის ავტომობილი უნდა იყოს ხოლმე ჩქარი. მე ვიყიდი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ჩქარი იქნება, რაღაცა სპორტული იქნება თუ რაღაცა SUV-ს რო ყიდულობ, იმიტომ რომ გადაადგილდე რაღაცა A პუნქტი და B პუნქტამდე, ან ოჯახი წაიყვანო, ან ქალადგარი გახვიდე, ან სამსახურში იარო ყოველდღიურად, იმას არ მოეთხოვება ჩემი აზრით, რომ იყოს რაღაცა მანევრირებადი სპორტული რაღაც. თუ სპორტული ავტომობილი გინდა, უნდა ადგე და იყიდო პირდაპირ სპორტული ავტომობილი. კი ბატონო, თუ ლაქშერი ავტომობილი გინდა, უნდა ადგე. ახლა მოთხოვნა რახან წამოვიდა SUV-ებზე ყველაფერს ტენია რა, მოდი სპორტულის გავხადოთ, მოდი ეს დაუმატოთ, მოდი ის დაუმატოთ, უფრო მაგარი სამართავი იყოს, ანუ ზედმეტია რა. ჩემი ავტომობილი 3 ერთში არ არსებობს. ხო, 3 ერთში არ არსებობს. რა როგორც ანუ ავტოსპორტისთვის და ყოველდღიურობის ერთი ავტომობილი ვერ გეყოლება, ეგრე არის ზუსტად ესე. აი, ავიღოთ რაიმე ძვირადღირებული ავტომობილი. Lamborghini ყოველდღე სამსახურში ვერ ივლი. ურუსითიული. ურუსითიული, მაგრამ ავენტადორით ივლი? არა, მე გივლით, მაგრამ საერთოდ ივლი, ანუ გინდა რომ იარო. გინდა რომ იარო, ხო. იდეაში ჩემი აზრით ძალიან არაპრაქტიკული და ავენტადორი თუ ყავს, მაშინ ურუსის გეყოლება და კი ბატონო. ყოველდღურად სამსახურში. მაგრამ ზოგადად, ანუ მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ ყველა ავტომობილს აქვს თავისი დანიშნულება. რა თქმა და უნდა. ყველა ავტომობილი გამოიყენება დანიშნულების სამეფოდ. კი. ანუ არის დეილი ავტომობილები, არის სპორტისთვის შექმნილი ავტომობილი, არის რაღაც სიტყვაზე დისტრიბუციისთვის და 1000 დანიშნულების ავტომობილი არსებობს. კი. მოდი ნახოთ პარემ ახალი Renault Duster-ი, გაგიზიარებ ჩემს შაბეჭდილებებს და მე დაგიბრუნდებით სტუდიაში. მოგესალმებით. დღეს გადაცემაში სტუმრად გვყავს Renault Duster-ი. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ძალიან მომეწონა ახალი Renault. თუ გადავხედავთ Renault-ს კონკრეტულად Duster-ის ისტორიას და შევადარებთ ძველ მოდელს, ალბათ ვიზუალურად საუკუნოვანი ჩავარდნა აქვს. მაგრამ ახალი Renault მართლა განსაცვიფრებელია, ძალიან ბრუტალური დიზაინი აქვს. მით უმეტეს აი ეს Renault-ს წარწერა, ახალი დიზაინის ფარები, ცხაურა, გრილები, რომელიც ასევე ფუნქციურია. ძალიან მომწონს. კონკრეტულად ეს ავტომობილი არის ბიუჯეტური კლასის ავტომობილი, არის წინაწამყვანი და აღჭურვილია 1 და 3 ტურბინირებული ძრავით, რომელსაც ასევე იზიარებს Mercedes-თან და Nissan-თან ერთად. პირველი ალბათ რაც თვალში მემპირადად ხვდება არის ძრავსახურავი. მოდი ესე დაუძახოთ, კაპოტი არ ვიხმაროთ. ძალიან ლამაზი ჭრილები აქვს და მეთანხმებით, მით უმეტეს ინტერიერიდანაც, როდესაც ავტომობილს ვმართავთ, ძალიან მომწონს. მომწონს ზოგადად ის ფაქტი ავტომობილებში, მე პირადად ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როდესაც საჭესთან ვზივარ, ყურადღებას ვაქცევ ხოლმე ძრავსახურავი როგორ ჩანს. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ხილვადობა აქვს. ძალიან სიმყუდრო გვხვდება ასევე ინტერიერში. მოდი ცოტა თემას რო არ გავხსნეთ, ვიზუალზე მოვახდინოთ ორიენტაცია. მოდი გადავინაცვლოთ უკანა ნაწილში. პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს, არა რა, აშკარად გამოსწორებული აქვს ვიზუალური მხარე Renault-ს. აი თუნდაც სპოილერი, პატარა, ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს ფარები, დიზაინში კარგად ზის და საბარგული გვაინტერესებს ალბათ ყველას რამხელა აქვს ახალ Duster-ს. მოდი ვნახოთ. საკმაოდ ტევადია. ტევადია თუნდაც საოჯახო თუ სადმე წავალთ. ტევადია სამსახურის საქმეებისთვის. დიდი სივრცე აქვს და შიგნით რა გვხდება? დომკრატი, ეგრეთ წოდებული, მანქანის ასაწევად თუ დაგჭირდა. აქ ასევე პატარა შესაერთებელი გვაქვს, დენის 12 ვოლტიანი და ქვევით რა გვხდება? ხო, სათადარიგო საბურავი თავისი აქსესუარებით. რომ მოგხსნათ და შევცვალოთ თუ დაგჭირდა. ერთი შეხედვით საკმაოდ სიმპათიური ავტომობილია, მოდი ინტერიერშიც გადავინაცვლოთ, ნახოთ ინტერიერი თუ რამე შეიცვალა, თუ რამე დაიხვეწა უფრო და მერე უკვე გავიდეთ გზაზე და დავიწყოთ მიმოხილვა უფრო დეტალურად რა შეგრძნებებს ვიტოვებს ეს ავტომობილი. პირველი, ალბათ სავარძელი, მნიშვნელოვანი დეტალი რაც არის ავტომობილის, რომელიც არ გვაქვს ელექტრო. ალბათ იმიტომ რომ არის ბიუჯეტური კლასის ავტომობილი. ინტერიერში ძირითადად არის ძალიან ბევრი პლასმასი და პლასმასი. ესეც ალბათ ფასიდან გამომდინარე და უფრო მგონია რომ წონის ეკონომია გააკეთეს ავტომობილში. მოდი გადავინაცვლოთ უკანა ნაწილში ავტომობილის შიდა სივრცე. კარგი ადგილი გვაქვს, თავზევითაც დიდი მანძილი გვაქვს, აქაც ვიწროდ არ ვართ. ნორმალურად ვზივართ. უკანაც 2 ცალი Type-C პორტი გვაქვს, რომ ტელეფონი დავმოხდოთ. არაფერი განსაკუთრებული. ინტერიერში ალბათ პირველი რაც უნდა მოვიხილოთ არის საჭე.
ძალიან ლამაზი ფორმის საჭია, მე ძალიან მომწონს. გვაქვს paddle shifter-ები, გადასართველი ხელიდანაც შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ. მულტი საჭე გვაქვს, ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რაც ძალიან მომწონს და ლამაზი დაფა. მონიტორი, რომელიც აღჭურვილი არის GPS-ით და მულტიმედიით. მოდით ან ჩავრთოთ და ვნახოთ. Android-ის ტიპის მონიტორია. გვაქვს ძალიან პრიმიტიული სისტემა, გათბობა გაგრილების, გვაქვს ორი ცალი Type-C, ერთი ცალი აქ შეგვიძლია 12 ვოლტიანი დამტენი, პატარა გადასართველები, რომელზეც არის დრაივი, ნეიტრალი, რევერსი, პარკინგი ცალკე და რაც ძალიან მომეწონა, არის ხელის მუხრუჭი, რომელიც არ არის ელექტრო. მივესალმები ზოგადად შეიძლება ზოგი ერთი ადამიანისთვის ეს არ იყოს სიტყვაზე კომფორტული ან ურჩევნობის ელექტრონული, მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს მექანიკური ხელის მუხრუჭი. სათავსოებს რაც შეეხება პატარა სათავსო გვაქვს, დიდი არაფერი, ასევე ეს მოძრავია, ხელის დასადებად და ძალიან კომფორტულია. ორი ცალი ჭიქის ჩასადები გვაქვს, პატარა შეგვიძლია გასაღები დავდოთ ან რამე, აქაც სათავსო, აქაც სათავსო. ნორმალური ინტერიერი აქვს. მოსავლელად ისეთი ან საქმეზე სასიარულო და მოსავლელად ძალიან მარტივი ავტომობილი არის რა. თუ შევეხებით რა ჭუჭკიანი ხელით რო შევეხოთ და სიტყვაზე ან ზეთიანი ხელით ან რაღაცა ჩავჯიქით დავსვარეთ, ძალიან მარტივი გასაწმენდი არის. ესეც უნდა აღინიშნოს. ნუ რაზეც არის გაცვლა, იმას ჩვენივად ასრულებს ეს ავტომობილი. კარგი, ეხლა გავიაროთ და დანარჩენი უკვე დაში ვნახოთ. Mini off-road-დან გადმოვინაცვლოთ უკვე ქალაქში, ინტერიერიდან. ძალიან კარგად გაართვა თავი იმ გზას, რა გზაზეც ვიარეთ. სიმართლე გითხრათ, არ არის ესე გათვლილი ეს ავტომობილი off-road-ისთვის და მძიმე გზებზე სასიარულოდ, იმიტომ რომ ამ მოდელს ყავს 4x4-ზე ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, რომელიც იდეალურია მსგავსი საფარისთვის, მაგრამ თუ ტესტია, ბარემ გავტესტოთ ხო, ვიფიქრეთ და საკმაოდ გაოცებული დაგვტოვა. კარგად გაართვა ყველაფერს თავი, კარგად იარა და ერთი აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ გადაღების დროს, როცა ვიღებთ ხოლმე ანუ სიუჟეტს, ოპერატორი როცა კადრებს იღებს თუნდაც და გადმოსული არის ავტომობილიდან, რო ჩერდებოდით, სანამ დავიწყებდით სიტყვაზე მოძრაობას და გადავიღებდით კონკრეტულ კადრს, რომ მეძახდა ხოლმე რომ აი დაიწყე ან დაიძარი, ეს არის მოდა ინტერიერში. ანუ შუმო იზოლაცია თუ ამ ბიუჯეტურ მოდელს აქ ძალიან კარგი. ესეც ცოტა გამიკვირდა, არ ველოდი. სიარულს რაც შეეხება, ძალიან რბილი მანქანა არ არის, მაგრამ კარგი სვლა აქვს, აქსელერაციაც საკმაოდ კარგი აქვს, თუ რაღაცა მანევრის გაკეთება გვინდა, გადასწრება გვინდა ავტომობილისთვის, მყისიერი აჩქარება აქვს, რითაც ფრანგული ავტომობილები გამოირჩევიან. ასევე მუხრუჭი აქვს ძალიან კარგი. და კიდევ ერთხელ ადასტურებენ ფრანგები იმას, რომ ახალ თაობებშიც, ანუ ის ძველი რამუხრუჭი სისტემაც ეყენა, თუნდაც Clio-ს, Sports, ავიღოთ მაგალითად Megane, აქვავებს ჩადის ასფალტში, ანუ მსგავსი მუხრუჭი აქვს, ესე ძალიან მომეწონა და მნიშვნელოვანია ალბათ დამეთანხმებით. იმის და მიუხედავად, რომ არის 1 და 3 ტურბინით აღჭურვილი ძრავი, მოიხმარს ძალიან ცოტა საწვავს. დაახლოებით საცობების პირობებში ჩვენ გვიწერდა 7.5 წვას, 7.5 ლიტრს 100 კილომეტრზე და ტრასაზე რაც ვიარეთ, წვავს 5-დან 5.5-მდე, რაც არის აი ფანტასტიკური შედეგი, მით უმეტეს SUV-ია, ანუ ტევადია და შორ გზაზეც რო წავიდეთ და რაღაცა, ამის მიუხედავად წვა აქ იდეალური. ძალიან მომეწონა ამ ხრივ. ინტერიერის ხარისხს რაც შეეხება, ვერ დაიკვეხნის დიდად, მაგრამ არც უნდა მოვთხოვოთ ამ ავტომობილს, რომ რაღაცა ლაქშერული ინტერიერი კონდეს და რაღაცა ალკანტარი და ტყავით შემოსული სალონი, იმიტომ რომ ბიუჯეტური მოდელია, გათვლილია იმაზე, რომ ესე ყოველდღიურად სამსახურისთვის გამოიყენო, ან ქალაქგარეთ თუ გიწევს ხოლმე გასვლა, იმისთვის ძალიან კარგია.
სხვა ინტერიერში რაც შეიძლება აქცენტი გავამახვილოთ არის ის, რომ აქ GPS-ი, მულტიმედია, ანუ Android-ი არის მონიტორი, უკანა ხედვის კამერა აქვს, ასევე სენსორები აქვს, შეჯახების საწინააღმდეგო, ესე ძალიან კარგია. ხო, ძალიან მომეწონა paddle shifter-ები, შეგიძლია სიჩქარე ჩამოვაგდო, ესე კიდე ერთხელ გამოვკრათ, მეორე სიჩქარეშია ხისიერად ჩქარდება. შვენიერი. და დიდი ხანი თუ გაუშვებთ ხელს, მერე უკვე თავისით უბრუნდება დრაივის პოზიციას. მომეწონა ფასიდან გამომდინარე, მომეწონა გამოვლობიდან გამომდინარე, მით უმეტეს წინაწამყვანია და არ ველოდით ესეთ შედეგს და ბრავო მართლაც Renault-ს. მომეწონა წვა, რაც ალბათ მნიშვნელოვანია დღესდღეობით ჩვენ პირობებში, მით უმეტეს არის ელექტროავტომობილები, არის ჰიბრიდული ავტომობილები და ჰიბრიდს თუ შევადარებ, ვისაც შიდაწვის მქონე ძრავები გიყვართ, მათთვის ალბათ იდეალური არის. ძალაც ნორმალურია, კარსად ესე არ გაჭირვებია, რაღაცა ისეთ მძიმე ოფროადზე არ გვივლია, რომ რაღაცა ჩავრჩენილიყავით სადმე და ასე შემდეგ, ანუ არც არის მაგისტვის ეს ავტომობილი და ჩვენც ახლა არ შეგვიგდია ესე. დანარჩენს თავი მშვენივრად გაართვა, კადრებსაც ნახავდით, როგორ ვიარეთ, სად ვიარეთ, კარგადაც ავიდა ეს თითქმის 90 არ იყო, მაგრამ მეორიც არ ეკლდა მსგავს აღმართებზე და არ ვიცი. ყოჩახ, სადაც შეძლო მოჭიდება საბურავმა, ესეც უნდა ითქვას, ყველგან მშვენივრად გაართვა თავი. დანარჩენი რაც შეეხება ხედველობის არის ძალიან კარგი აქვს, რაც მომწონს არის ის, რომ სიმყუდროვე იგრძნობა ინტერიერში, მყუდროდ ხარ, რაღაც დაცულობის შეგრძნებაც გაქვს. რო ატარებ მოყვება კარგად, სხარტიც ასე თუ ისე არის. ანუ ის არ არის რა, მძიმე ავტომობილის შთაბეჭდილებას არ ტოვებს რა, რო ატარებ. კარგია. ძალიან მომწონს ასევე მისი საჭე, ძალიან ლამაზი ფორმა აქვს, ხელშიც კარგად ჯდება, მატერიაც კარგია, საჭის, სასიამოვნოა, რო ეხებით, ну, მულტიმედიაც აქვს. აქ ასევე ეკო მართვის რეჟიმი, რომელიც არ გაგვიტესტია. თან გვაინტერესებდა როგორი ვლი და რამდენი დაწვავდა სტანდარტულზე და მშვენივრად გაართვა თავი. საოჯახოდ და ქალაქგარეთ სასიარულოდ, მით უმეტეს საქმეებისთვის, ქალაქშიც მგონია რომ კარგი მანქანაა. მე პირადად ჩემი გადმოსახედით სიამოვნებით ვიყოლებდი, მით უმეტეს ჩვენ გადაღებებზე რომ დავდივართ და აპარატურა ტექნიკა დაგვაქვს ხოლმე, დღეს იდეალურად გამოგვადგა ეს ავტომობილი. ბოლოდინს ფიქრობ გადააჭარბა. მით უმეტეს ახლა წინა დასტერებს თუ შევადარებთ, სადა დედამიწაა სხვაობა, გინდა ვიზუალურად, გინდა მართვაში, აი არ ვიცი. ძალიან დახვეწეს. მის საფასო კატეგორიას თუ შევადარებთ და იმისთვის, რისთვისაც არის ეს კონკრეტული ავტომობილი გამოშვებული, ჩემი აზრით აკმაყოფილებს ალბათ ყველა მოთხოვნას. ჩვენ სტანდარტულ რუბრიკას Top Speed-თან ერთად, ჩვენ მეგობარ კომპანიასთან ერთად და დანო. მოგვიყევი რა გადაიღე? მოკლედ, ამ რუბრიკაში გქონდა ყველაზე ისეთ მნიშვნელოვან რაღაცაზე საუბარი. რასაც ხელით ყველაზე ხშირად ვეხებით. რასაც ხელით ყველაზე ხშირად ვეხებით ავტომობილის მართვის დროს და რა თქმა უნდა ეს არის საჭე. განვიხილეთ რამოდენიმე ტიპის საჭეები, განვიხილეთ ის საჭეები, რაც დღესდღეობით საქართველოში ბაზარზე გვხვდება და მოკლედ, როგორი რაღაცაა, იცი, აი ყველანაირი ფასის კატეგორიაში არსებობს Top Speed-ში საჭეებს შორის არჩევა. ხო, რა თქმა უნდა, არის ორიგინალი, არის საშუალო ხარისხის და დაბალბიუჯეტური მაღალბიუჯეტური. არის დაბალბიუჯეტიანიც რა. უბრალოდ მე აქ ვერ გავიგე ადამიანებს რატო გონიათ, რომ როდესაც დაბალბიუჯეტიან საჭეს ყიდულობენ, მისგან უნდა მოელოდო რაღაც ასწავლოს. და უნდა იყოს რაღაც ძალიან ისეთი high class-ის მატერიალები ჩეკერი და არა, დაბალბიუჯეტიანი, იმიტოა დაბალბიუჯეტიანი, რომ იყოს შესაბამისი. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვას სხვათა შორის ჩვენ პოსტს თიზერი რო დავდეთ, სადაც ZDD-ი საჭეს, ნუ რა მოხდა ამას იქ ვნახავთ უკვე სიუჟეტში, მაგრამ კომენტარიც იყოს რომ თქვენო ფიზიკა არ იცითო. აი მოდი დანო ავხსნათ სწორი მოხმარება როგორი არის საჭის. იცი რა არის ზოგადად აი 60% ვინც დღესდღეობით ქალაქში გადაადგილდება და ავტომობილს მართავს, მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ძალიან ბევრმა სწორად ავტომობილის მართვა არ იცის.
ძალიან ბევრმა არ იცის სწორად ავტომობილის მოვლა და ძალიან ბევრმა კიდევ არ იცის სწორად ავტომობილის სავარძელზე ჯდომა. როდესაც რაღაცა მანევრს აკეთებენ, რაღაცას ცდილობენ, ხო, სულ მაქვს შემჩნეული, რომ ადამიანები ხვანცალებენ. ანუ ერთ ადგილას ვერ ისვენებენ ხოლმე. მით უმეტეს, როდესაც სპორტულად ადამიანი მართავს ავტომობილს, როდესაც სპორტულად ავტომობილს მართავ, სავარძელზე უნდა იჯდე კარგად. მოდი შევხვდეთ, ქალაქში არ უნდა ვმართოთ სპორტულად. ხო, ქალაქში არ უნდა ვმართოთ თავისთავად, მაგრამ ხო არიან ისეთი ადამიანები, ვინც სპორტულად მართავენ ავტომობილს და სავარძელზე არ ზიან. იცი რატო ხდება ძალიან ბევრი ავარია? იმიტომ რომ საჭეზე ხელი ესე და ანუ ზურგი არ არის მიყრდნობილი სავარძელის საზურგეს. ანუ ეჭიდებიან საჭეს რა, ეჭიდებიან საჭეს, თანაობენ საჭესთან, რაც დაუშვებელი არის, იმიტომ რომ ადამიანის სხეული, ნებისმიერი ადამიანი, ვინც კარგად ავტომობილის მართვა იცის, თავისი სხეულით გრძნობს ავტომობილის ქცევას. კენჭს გადაუვლის, რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს, მოსახვევში რა რეაქცია ექნება. თუ ამას არ გრძნობ, ხო, მე მგონი რომ არ ხარ ის მძღოლი, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული მძღოლი არ ხარ. შესაბამისად, საჭესთან უნდა დავჯდეთ სწორად, ეს აუცილებელი არის. და ვიურთიერთოთ სწორად. ვიურთიერთოთ ნებისმიერ ავტომობილის მექანიკას სწორად, რა. კი ბატონო. ეს არის და ეს მეტი არაფერი, რაც სიმართლე გითხრათ, ცოტა ისეთი თემა არის, რა, სენსიტიური თემა არის ჩვენთან. მოდი ძალიან რო არ გავაგრძელოთ, ნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით შემდეგ უკვე სტუმართან ერთად სტუდიაში. მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით Top Speed-ში და ვისაუბრებთ რულებზე. არა, რული არ ქვია ამას, ეს არის საჭე. საჭე არის ისეთი ნივთი, რასაც ყოველდღიურად ყველაზე ხშირად ვეხებით, როდესაც ავტომობილს ვმართავთ. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კომფორტულად ერგება ჩვენს ხელებსაც, თითებს, ასე ვთქვათ, და რამდენად კომფორტულად გვიჭირავს და რამდენად კომფორტულია ავტომობილის მართვის დროს. Top Speed-ში არის საკმაოდ დიდი რაოდენობის საჭეები წარმოდგენილი, არჩევანი საკმაოდ დიდია, ასე ვთქვათ, და მოდი მივყვეთ ახლა და ეტაპობრივად განვიხილოთ ისინი. პირველი დავიწყოთ აი ამ უცნაური ფორმის საჭის განხილვა, რომელიც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, აქ ესეთი კარბონის დეტალი აქვს. გადავიდეთ ალკანტარის საჭეებზე, რომელიც არის რალის სტილში და ასევე მინდა ვახსენო ალკანტარის საჭეზე ერთი ფაქტი. ზოგადად ალკანტარის საჭეები ძალიან ხშირ შემთხვევაში მინახავს ხოლმე ავტომობილებზე, რომ არის გაფუჭებული და რაღაცნაირი არასასიამოვნო არის ხოლმე, როდესაც ხელით ვეხებით და ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ვეხებით ჭუჭყიანი ხელებით, ვეხებით სველი ხელებით და აი ზუსტად ეს იწევს აი ამ საჭის იმ დონემდე მიყვანას, რომ შემდეგ უკვე შეხებისას არასასიამოვნოა, ხუნდება, ფერს იცვლის და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ ავტომობილზე გვიყენია ალკანტარის საჭე, მას სჭირდება შესაბამისი მოვლა. თუ შესაბამისად მოუვლით და ყველა წეს დაიცავთ, ის ყოველთვის ისეთივე იქნება, როგორიც პირველი ყიდვის დღეს. ესეც ძალიან საინტერესო მოდელია. საკმაოდ ხშირად გვხვდება ხოლმე რალის სტილის ავტომობილებზე და ასევე დრიფტ-ქარებზე. ეს მე მგონი ყველაზე გავრცელებული მოდელი არის საქართველოში. აი ძალიან დიდი რაოდენობის არის ეს საჭე გაყიდული და ძალიან ბევრ ავტომობილზე შემოხვედრია მსგავსი ტიპის საჭე. ასევე კიდევ ამ საჭესთან ერთად არის ყველაზე ისეთი გავრცელებული საჭე, აი ეს, რომელიც ასევე არის ყვითელ ფერში. მოკლედ, ჩემს საყვარელ საჭესაც გაჩვენებთ ამ მოდელებიდან. აი ეს საჭე, რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხის და სხვათა შორის ნიკას უყენია ესეთი ავტომობილზე, ჩემს თანაწამყვანს და ძალიან მომეწონა, ხელშიც კარგად ჩდება, საკმაოდ ასე ვთქვათ, მყარია და მატერიაც ძალიან სასიამოვნოა. თუ გყავთ კლასიკური ავტომობილები, თქვენთვის ეგრეთ წოდებული ხის საჭეებიც არის, რომელიც დამეთანხმებით, რომ ძალიან ლამაზია და იცით რა ავტომობილზე დავაყენებდი ამას, აი რაიმე ძველ Mercedes-ზე ან BMW-ზე, ან თუნდაც Porsche-ზე. ჩემი აზრით ყველაზე მეტად Porsche-ს მოუხდება ეს საჭე. ძალიან ხშირად ასევე სხვადასხვა Facebook ჯგუფებში ხდება ხოლმე ძალიან ისეთი პოსტები. აი საჭე ვიყიდე და გაიღუნა და რაღაც მსგავსი რაღაცეები. მე სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები რანაირად ხუნავთ ხოლმე საჭეს ავტომობილზე, მაგრამ მოდი პატარა ტესტი ჩავატაროთ.
ეს არის ყველაზე ბიუჯეტური საჭე, რომელიც ხირს დაახლოებით 80-დან 100 ლარამდე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მოდი ესეთი პატარა ტესტი ჩავატაროთ. ხა ამ საჭეს ესე დავდებ და როგორც ხედავთ, არაფერი არ მოსვლია. ანუ მე მართლა ვერ ხვდები ხოლმე ამას როგორ ღუნავთ. ან რა ძალას ატანთ, რომ ეს საჭე იღუნება. ალბათ არასწორად ზიხართ საჭესთან ავტომობილის მართვის დროს და აი ესე ეკაჩებით ხოლმე, ან რავი, რას აკეთებთ შიგნით ავტომობილში, მართლა ვერ ხვდები, რომ ეს საჭეები იღუნება. კარგი, ყველაზე საინტერესო რაც ასე ვთქვათ, როდესაც top speed-ში მოვდივარ ხოლმე, ან ყოველთვის ავდივარ ხოლმე მეორე სართულზე, იმიტომ რომ მეორე სართულზე არის წარმოდგენილი ორიგინალი საჭეები. ამოვედით მეორე სართულზე, სადაც არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მაგარი საჭეები წარმოდგენილი. და რატო არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მაგარი საჭეები, მაგასაც ახსნი. აქ არის წარმოდგენილი ორიგინალი ბრენდები. დავიწყოთ Sparkot-ი, OMP-ით და რაღა თქმა უნდა, როდესაც საჭეზე ვსაუბრობთ, იქ არ შეიძლება უბრალოდ რომ მომო არ ვახსენოთ. იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საჭეები არის სულ ყველა ორიგინალი, სულ ყველა არის უმაღლესი ხარისხის და შესაბამისად ცოტა ბიუჯეტური ვერსია აღარ ქვია უკვე ამ საჭეებს. საკმაოდ ისეთი ნორმალური ფასი აქვს ჩემი აზრით ორიგინალი საჭიდან გამომდინარე. ყველა ძალიან მაგარია. აი, ყველა ძალიან მაგარია. უბრალოდ ანუ ყველაფერი არის გემოვნებიდან გამომდინარე. ვის როგორი დიზაინი მოგწონთ, იმის მიხედვით შეგიძლიათ რომ შეარჩიოთ. მე მაგალითად ჩემს ავტომობილზე სიამოვნებით დავაყენებდი აი ამ საჭეს. პირველი, რატომაც ეს საჭე მომწონს, ეს არის მატერია. ძალიან აი ესე ვთქვათ, კარგი მატერია არის, ხელში კარგად ზის და ასე ვთქვათ, აი რაღაც დისკომფორტი არ მაქვს, როდესაც ამ საჭეს ვეხები. მეორე, თუ დააკვირდებით საკმაოდ ისეთი სქელი მეტალისგან არის გაკეთებული და არის ძალიან მყარი. რაც დამერწმუნებით, რომ როდესაც პროფესიონალურ ავტოსპორტზე მიდის საუბარი, აუცილებელი არის. და კიდევ ერთი, ორიგინალ საჭეებს ყველას უკან აქვს თავისი ნომერი. რაც აქაც ჩანს და შეგვიძლია დავაფიქსიროთ. ეხლა კი ყველაზე მთავარი. როდესაც საჭეს ვყიდულობთ, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ ის საჭეს ვიყიდი და პირდაპირ მივაყენებ. ეს ესე არ არის. სპორტული საჭის დასაყენებლად აუცილებელი ნივთი არის საჭის გადამყვანი, რომელიც ყველა ავტომობილზე არის სხვანაირი. ეგ პატარა შლიცები აქვს, ეგრეთ წოდებული. ეს ყველა ავტომობილს ინდივიდუალური აქვს. შესაბამისად, როდესაც top speed-ში მოხვალთ ხოლმე, ქვემოთ ეტყვით, რომ აი ეს და ეს მოდელი ავტომობილი მყავს და გადამყვანს შეგირჩევენ ხოლმე და საჭეს, ნუ თქვენ თვითონ შეარჩევთ თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პირველი ქალი ავტობლოგერი საქართველოში, მარო კალატოზიშვილი. მოგესალმებით, მადლობა ძალიან დიდი. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ ძალიან საინტერესო თემით, ალბათ ბევრს საინტერესებს, რატო ავტომობილები, რატო გადაწყვიტე რომ ამ მიმართულებით დაგეწყო? ვიტყვიდან ეხლა უცბად ის გამახსენდა რომ პატარა რო ვიყავი ბავშვობიდან ვოცნებდი პოპულარობას და ყოველთვის მქონდა წარმოდგენილი როგორ ვიჩეკი სტუდიაში და ჩემს ცხოვრებაზე მაყოლებდნენ. როგორ დავიწყე? ხო, დაწყების ისტორია საკმაოდ ისეთია, დიდი წინაპირობა ქონდა დაწყების ისტორიას. რეალურად ჩემი პირველი ვიდეო მე ავტვირთე 2021 წლის 7 სექტემბერს, აი თარიღიც კი მახსოვს ზუსტად. მაგრამ ყველაფერი დაიწყო 1 წლით ადრე, როდესაც ერთ-ერთ ცენტრს ახალი ჩამოყვანილი ყავდა ერთ-ერთი ელექტროავტომობილი. მაშინ ელექტროავტომობილები ესეთი ხშირი არ იყო. არც ეს ჩინური ავტომობილი მე მგონი საერთოდ არ არსებობდა, არ ვიცი მართლა რა, ხო, ანუ ამდენი ცენტრიც არ არსებობდა და აი ყველა ბრენდსაც არ ყავდა ეს
ელექტროავტომობილი, ერთ-ერთ ცენტრს ყავდა შემოყვანილი ელექტროავტომობილი, მე ვიყავი სტუმრად მისული, იმიტომ რომ ადრე ვმუშაობდი და მეგობრობდი მათთან და ჩემი ავტომობილების სიყვარულიდან გამომდინარე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. მამაჩემიც ამ ავტოსფეროში იყო ყოველთვის რა თავის საქმიანობა და შესაბამისად ბავშვობიდან სულ ვიცოდი ხოლმე მანქანის მარკები, მოდელები და ასე შემდეგ და შემოთავაზეს რომ ხوار გატესტავდიო რა ისე უბრალოდ ინტერესის გამო და მეთქი რატომაც არა კი გავტესტოთ მეთქი და წავედით ტესტ დრაივზე რამდენიმე ადამიანი და ამ ტესტ დრაივზე ჩემ ერთ-ერთმა მეგობარმა დაიწყო ვიდეოს გადაღება და ვიდეოს რადგან იღებდა მე შევედი როლში და ვითომ ვიყავი ავტობლოგერი და განვიხილავდი მანქანას ანუ მარტო ჩემთვის კი არ დასწავდი თან ხალხს ვაცნობდი და ნუ იყვები სტანდარტულად ესეთი მონაცემები აქვს ამ წლის არის ეს ასე შემდეგ და ეს ვიდეო მე დავდე TikTok-ზე სადაც ძალიან გავარდა, TikTok-ს ხო იცი როგორი ალგორითმი აქვს, გავარდა და ძალიან დიდი გამოხმაურება წამოვიდა და აი ძალიან ბევრმა ადამიანმა დამიწერა რომ აი შენ ხუმრობო, მაგრამ რეალურად თუ ქალი ავტობლოგერი ძალიან მაგარი იქნებოდაო. მეთქი ვაი მართლა კარგია რაღაც ეს მაგრამ მაშინ ეს სერიოზულად არ მიფიქრი ანუ არც მუშაობა დამიწყია მაგაზე როგორ გამეკეთებინა ამ შემდეგ უბრალოდ რაღაც ოცნების დონეზე მართლა რო გავაკეთო ოდესმე ეგეთი რაღაც თქო და მერე მაგის შემდეგ იყო ერთხელ დავდე ვიდეო ჩემს პირად Facebook-ზე ჩემ დეიდაშვილს ყავდა დოჯი ყავდა მექანიკა მაგას ვატარებდი და მაგის ვიდეო მედო თან ცოტა სწრაფად ვატარებდი რა და ეს ვნახა ჩემ ერთ-ერთ თანამშრომელმა მაშინ სადაც ვმუშაობდი ეს ბიჭი აი სრულიად სწორს მუშაობდა ჩემომიჩნდა რომ მოკლედო ძალიან კაი კონტენტი იქნებაო ქართულ YouTube სივრცეშიო ქალი ამას აკეთებდესო და მოდი დაიწყეო ოღონდ ანუ ეს გრძელდებოდა რამდენი ხანიცი აი მე მოგიყვან მანქანას აი ეს მანქანა შევარჩიე მიდი მოემზადე ეს გააკეთე ის გააკეთე დღეს ფოტოგრაფია ის ბიჭი მაშინ ფინანსებში მუშაობთ ორივე დღეს ორივე საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და ძალიან ხარია თენგიზ ნიჩპელი რომელმაც აი არ დამანება თავი მართლა აი სანამ ძალიან არ ჩამიჯდა გონებაში და მე აი მთელი ზაფხული 2021 წელია უკვე წარმოიდგინე მთელი ზაფხული აი ახლა გადავიღებ არ დავაყენე საშუალი და ბოლოს უკვე მახსოვს 5 სექტემბერი იყო რომ თქვი რომ აი ხვალ მივდივარ მეთქი და ვიდეოს ვიღებ თქო და ავარჩიეთ ისევ იგივე ცენტრიდან, მაშინაც კიდევ ახალი ელექტრომანქანა ყავდათ შემოყვანილი და მივედით აი სრულიად მოუმზადებელი, არც მანქანაზე ვიცოდი არაფერი, არც წაკითხული მქონდა, არაფერი საერთოდ, ტელეფონით გადავიღეთ, მიკროფონიც არ მქონდა, თან აღმაშენებლის ხეივანის პირას არის გადაღებული, როგორი ხმაურია წარმოიდგინე და ჩავწერეთ ეს ვიდეო, ჩემი ხელით დავამონტაჟე, ტელეფონში InShot იყო პროგრამა და დავდე, ოღონდ დავდე YouTube-ზე და გაზიარება Facebook YouTube-ზე ვინ ნახავს არანაირი გამომწერი არ მყავდა და Facebook-ზე გაზიარება ძალიან მერიდებოდა რა იმიტომ რომ აი რა რეაქცია იქნება მეთქი ხალხს თქო ჩემი ნაცნობს მარტო აი ძალიან ახლო მეგობრებს გავუზიარე და ნუ მაგის პარალელურად დავდე Facebook page-ი გავაკეთე ჩემი და მან დავტვირთე ეს ვიდეო ანუ გადავაზე რა ავტვირთე პირდაპირ და იმის მერე ანუ გავაზიარე ბოლოს ჩემს პირად Facebook-ზე და ძალიან კარგი ის წამოვიდა ფიდბექები ჩემი სანაცნობო წრიდან და ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ მართლა მაგის დამსახურება იყო რომ ეს ყველაფერი გავაგრძელე და ამის მერე 3 დღე აღარ შევსულ ვარ არც YouTube-ზე არც Facebook-ზე ხო აი იმიტომ რომ აზრი არ აქვს მეთქი არანაირი გამოხმაურება არ ექნება ამიტომ არც შემიმოწმებია გადის 3 დღე და შემთხვევით შევდივარ ისე უბრალოდ Facebook page-ზე წეღანა გიორგიმ რომ მკითხე შენი პირველი კომენტარი თუ გახსოვს და მე რომ შევვედი დამხვდა 300 კომენტარი და 1500 მოწონება და ანუ ცოტა გაოცებული ვუყვებ ანუ Facebook-საც აქ ექედი ალგორითმი რომ შეიძლება გავარდეს ვიდეო ისე რომ შენი გამომწერი საერთოდ არ იყოს ადამიანი ვინც ამას ნახულობს ჯერ თვალებს არ უჯერებდი იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ამდენი ნახვა და აი კომენტარები რო გავხსენი აი იქ რაც ხდებოდა, აი ვერ აღგიწერთ სიტყვით რა დამემართა მაგ ყველაფრის წაკითხვაზე. ანუ გიორგი, შენ ის ერთი კომენტარი რაც გიორგი მახსენა წეღანი ეთერში ალბათ ვერ ვიტყვით მაგას, აი მონაგონია იმას და რაც იქ ხდებოდა, მესმის აი რაღაცა ჯანსაღი კრიტიკა მაინც სხვა არის. იყო რაღაცები, რა თქმა უნდა, იყო რა აი მიკროფონი გჭირდება, რაღაცა უფრო სიღრმისეული მიმოხილვა გვინდა, ამაზე ინფორმაცია გვინდა. რეალურად მაგ ყველაფერმა გამზარდა და განმავითარა მე იმ თვალსაზრისით, რომ ვიცოდი უკვე რა უნდა თავაზებინა მაყურებლისთვის, მაგრამ ანუ კომენტარების ალბათ 90% იყო აი გამოუთქმელი შეურაცხყოფა და მარტო იმის გამო რომ მე ვიყავი ქალი, გოგო და ვაკეთებდი კაცის საქმეს და აი ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდნენ ეგრე და დღემდეც არსებობს რომ ეს არის კაცის საქმე, ქალს აქ არაფერი არ ესაქმება და ანუ მე ამას არ უნდა ვაკეთებდე. აქვე გავიხსენოთ მიშელ მუტონი
მეჯგუფიდან რომელსაც კაცებს არც გაუმწარა სიცოცხლე. ხო, აი, ოღონდ ჩემი რეაქცია იყო ძალიან ცუდი, აი იმ წუთასვე, აი ჩემი ძალიან დიდი სისუსტე, მაგრამ ფარხმალი დავყარე. რომ მეთქი მორჩა თქო, აი საერთოდ რა მინდოდა რატო დავდე მეთქი პირველივე ვიდეო, მაგრამ მაშინ მახსოვს დედა ჩემმა იქონია ძალიან დიდი გავლენა მაგაზე და მითხრა რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყოთ მაგასო. რაბარა გეგონაო ფართო ასპარეზზე რომ გამოდიხარ, ყოველთვის გეყოლება კრიტიკოსიც, მომწონებელიც, ამიტომ აუცილებლად გააგრძელებო და მე მანდ და ნელ-ნელა გავაგრძელე. რეალურად 21 წლიდან კი დავიწყე, მაგრამ არც მაშინ არ ვიყავი ძალიან სერიოზულად მოკიდებული, როგორც ეხლა. ეხლა უკვე ჩემი ცხოვრების წესია, გრაფიკია უკვე, რომ თვეში 2 ვიდეო აუცილებლად უნდა დავდო, როგორ უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. მაშინ იყო აი დიდ შუალედებს ვაკეთებდი და სხვათა შორის საქართველოს დრიფტის სერიებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგ ყველაფერში, რომ როდესაც პირველ წელს მე მივედი და დავიწყე მათთან წამყვანად მუშაობა, როდესაც როგორც კი დასრულდა სეზონი, მაშინ ვთქვი რომ მეთქი ამიერიდან მორჩა. მე არც ერთ თვეს უკვე გრაფიკის გარეშე აღარ გავატარებ. და იქიდან მოყოლებული ვაგრძელებ მოკლედ აი ამ პირობას ესე მოვედით აქამდე. ინციდენტები თუ ყოფილა გადაღების დროს რამე აი ავტომობილთან დაკავშირებული. ცუდი? ხო, რამე ხო არ გაგფუჭებია. აი მე არ აი გაფუჭებით მადლობა ღმერთს რომ არა სხვათა შორის აი ყოველი მანქანის წამოყვანის წინ აი ყველას შორს დახოჩას რომ ძალიან მარტივია ეს ყველაფერი წამოიყვანი მანქანა გადაიღე ჯერ გადაღების პროცესი რამდენად რთულია ის კამერასთან მუშაობა და რისკი არის აი უზარმაზარი რომელსაც აი არც მე მიფიქრია სანამ დავიწყებდი და ვერც ვერავინ ვერ მიხვდება სანამ აი ამ სფეროში ალბათ არ იქნება რომ მოგყავს უცხო ადამიანის მანქანა რომელსაც არ ვიცი სრულიად ან შენი ბრალეულობით, შემთხვევით, ან სხვისი ბრალეულობით რაღაც მოუვიდეს და ყოველი გადაღების დასრულების შემდეგ აი ღმერთს ვეუბნები ხომ მადლობა რომ რაღაცა წარმატებით დავამთავრეთ. ერთხელ მქონდა შემთხვევა მარტო აი ცუდი რასაც ქვია მართლა რომ ოფროუდზე მყავდა, რაღაც პატარა ოფროუდზე მყავდა წაყვანილი პრადო იყო. და შევედი ისეთ გზაზე რომ როგორ დარჩა იცი მანქანა, აი წინა მარცხენა და უკანა მარჯვენა საბურავით იდგა, აქეთ საბურავით აღარ იდგა და ანუ ხანაობდა და აი მართლა მეგონა რომ всё გადავყირავდებოდი ამ მანქანით, ანუ ისე დაქანება იყო და უკვე წარმოვიდგენდი როგორ ვურეკავდი მფლობელს რომ აი ესეთი ეს რაღაც დამემართა. ერთადერთი აი მაშინ რაც მამშვიდებდა იყო ის რომ დაზღვეული იყო ეს მანქანა და ყოველთვის აი ვეკითხები ხოლმე მფლობელს რომ დაზღვეული არის და მე მეგონა რატომ ეკითხები დაზღვეული არის თუ არა და მაგ მხრივ არჩევ ხოლმე ავტომობილებს? არა, ვერ ვარჩევ ეგრე, იმიტომ რომ ავტომობილის ის იმდენად როგორ თქვა, კარგი ავტომობილის შოვნა იმდენად არ არის მარტივი, რომ თან საინტერესოც იყოს, კარგიც იყოს, თანახმაც იყოს მფლობელი, რომ წაიყვანო და გადაიღო, რომ კიდე შენ იქ იმის არჩევა, რომ დაზღვეულია თუ არა დაზღვეულდა, მაგის გამო დაიწუნო, მაგის ფუფუნება სამწუხაროდ არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში ეგეთ განსხვავებულ და განსაკუთრებულ ავტომობილებს სადაზღვევები არაზღვევენ ხოლმე, ხო, ან თვითონ მომხმარებელს, ან პატრონს არ უღირს დააზღვევს და უბრალოდ როცა დაზღვეულია, უფრო მეტად მშვიდად ვარ რა და რაღაც ხო პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, იმდენი აღარ მაქვს, კი არა, უბრალოდ არ ნერვიულობ, მაგრამ აი როცა დაზღვეულია რა. მაგრამ რისკი ძალიან დიდია ზოგადად ყოველთვის. მე ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ როცა დაზღვეული არ ყოფილა და თან ცოტა ისეთი მანქანა იყო, მე მithქვამს, რომ პატრონს მოუყვანია ადგილამდე, დაგლოდებია, სანამ გადავიღებდი და თან ხერხულად კი ვგრძნობდი თავს, როცა მთელი დღე დავაკარგვინე, მაგრამ ეგრე მერჩივნა რა დალოდებია და მე თვითონვე წაუყვანია და მე რაღაცა ნაკლები რისკი ამიღია. მაგალითად პატრონის თვალწინ მანქანა გაგვიფუჭებია. მაგალითად შენ მოდი შევთავაზოთ რომ შენ ძალიან ირჩის გადაცემათა კოლოფი. მართლა? მინი კუპერის გადაცემათა კოლოფი? არ ვარგა? M3-იც? M3-ზე კულისა მოწყდა მე უბრალოდ. მაინტერესებს მაგ დროს რა ქენით. პირიქით შევედი. კიდე უყურებოდა რა მოხდა. გავაკეთებო. მართლა? ხო. ჩვენ ეგრე გავგმართლა სამივიჯერ თვითონ თქვა რომ ერთხელ მქონდა სასაცილო შემთხვევა ეს უფრო აი Range Rover-ის ელექტროობის პრობლემა ყველას მოეხსენება ალბათ. მოკლედ მაღალი კლასის Range Rover იყო ბიოგრაფი, ცოტა ხნის წინ მიდევს მაგის ტესტრები და მოკლედ მაგას ჰქონდა ფუნქცია უკან საბარგულიდან ღილაკზე აჭერდითიც და ეს ისინი სავარძლები თვითონ მიდიოდა, იკეცებოდა და დიდდებოდა საბარგული. არ ვიცი რა მოელანდა ამ მანქანას, მოკლედ წავიდოდ ეს ალბათ ერთი 10 წუთის განმავლობაში ეს კამები დადიოდა. ანუ წავიდოდა გადაიკეცებოდა, როგორც კიდე ეგრე უკან მოდიოდა ჩაჯდებოდა, ეგ გონია მე დავაყრა, всё მორჩა და
ანუ რო აღარ ამთავრებ და უკვე ვფიქრობდით მაგ დროსაც რომ პატრონს ვურეკავდით რა ვქნათ, იმიტომ რომ ეს მან სკამები არ ჩერდება მიდის მოდის. ბოლოს როგორც იქნა გაუნაც დაგონება და გაჩერდა და გადავრჩით. ხო, ხელი აღარ დაგვიდია საერთოდ. რენჯი ძალიან მოწონს, ოღონდ სხვა ძროით. და სხვა ხო, ეს ელექტროობა გავრცელებული ის იყო რა. ინტერიერი მოწონს მაგ ავტომობილის ქიშტები. კი, ინტერიერი მაგ. ძველიც კი არის, მაგ მანქანა მართლა იმხელა კომფორტი მომენიჭა და ისეთი მაგარი იყო, რომ ცუდი აღარაფერი აღარ მithქვა. აი ხა ბრენდს არ დავასახელებ, წინა სეზონზე რაც გადავიღეთ ერთ-ერთი ავტომობილი, გიორგიჯ და საჭესთან გვერდზე ვიჯექი მე და უცებ თქუ დაგვარტყა დენმა აგვაკრა სავარძელზე. იქ ისტორია. აი რა დაგვება ყველაფერი გაითიშა ჩაქრა რა მანქანაში და ნელა გადადა. აი ეგრო მოგხსლოდა. კიდე კაიროს სწორ გზაზე ვიდექით. მოსახოში ეგრო დაგმართლა და აი ხო, ან რაღაც ისეთ სავარიო სიტუაციაში. ვერ მივიდით ან რა მოხდა ვერ მივიდით. აი აგვაკრა ერთი წავი გაჩერებულები ვიყავით და აზზე რომ მოვედით ნელა ირთვებოდა ავტომობილი რა. იცი რა იყო მაგ მომენტში მეტალის შტატივი გეჭირა ხელში და აი ზუსტად მეტალის შტატივიდან გადმოვიდა დენი რა და ვერ აი რკინის არ შეიძლება რა მე გიკავოს მანქანაში ანუ ეგრე გამოდის. მაგ გადაღებაზე რა ქენით მე? არაფერი ჩავამთავრეთ ბოლომდე. არა ყველაფერი. გავაგრძელებთ ხო? ჩვენ ხარ როგორც პროფესიონალი. ძალიან რისკიანები ყოფილი. რამოდენიმე წამიანი შეფერხება გქონდა მანქანა გავაჩერეთ ნიკას წყალი დავალევინე. ეს გამოფხიზლდა ცოტა და მე გავაგრძელეთ ცოტა აზრზე. მე გავაგრძელეთ შეულებრივად. მაგრამ დღემდე ვერ ვხვდებით რა გავიდა ესეთი რაღაც. გააკრეს, აღარ გვინახია იმის მერე საერთოდ. საერთოდ შორის ანუ ვერ შედგა მაგ ავტომობილის ასე ვთქვათ პოპულარიზაცია საქართველოში და არც ქართულ ბაზარზე ინტეგრაცია. ვერ მოახდინა ვერანაირად. ითქმედეს რომ ელექტროავტომობილი იყო და მაშინ არ იყო ელექტროავტომობილების ესეთი ბუმი. ხო, აი როგორც მაშინ 20 წელში. ჩინური, აი იმდენნაირი და ისეთები არის რომ რა ის კი, აი ზუსტად. უკვე რო უყურებ ძამბერს ვერ ვცნობ, ანუ ვერც ვიმახსოვრებ. რაღაც ახალი გამოდის, კიდე ახალი არის, ანუ ძალიან ბევრია. მაშინ იყო ძალიან იშვიათი და ძალიან საინტერესო იყო ელექტრომობილი. შენ რას ფიქრობ, აი ჩინურ ავტომობილებზე და ზოგადად ელექტროავტომობილებზე, აი როგორ ხედავ მათ მომავალს? იცი როგორ არის? მე პირადად ძალიან მიჭირს ჩინური ავტომობილის ნდობა. იქიდან გამომდინარე, რომ დროში გამოცილი არ არის. აი წლები არ გასულა და ესე ვთქვათ, გადმოცემით არ ვიცით იმას, რა პრობლემა აქვს, როგორ ძლებს. აი ეხლა რომ დღეს რო გამოდის მანქანა 5 წლის მერე სად იქნება და რა მდგომარეობაში ხო და მე ალბათ ვერასდროს ვერ ვიყიდი. მიუხედავად იმისა, რომ აი ჩინურ ავტომობილებში სალონიც, მონაცემებიც, აი ყველაფერი იმდენ აი გაძიძგილი არის მანქანები, ყველანაირი კომფორტით და ყველაფრით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ხო რა, აი რას გთავაზობს, იცი, აი მე კი ვერ გაძლევ ისტორიას, რომ მე კარგი ვარ, მაგრამ აი ყველაფერს გაძლევ ამ ფასად, ოღონდ მიყიდე. ხო, მაგრამ მე ვერ გავისკა, მე მირჩევნია აი დროში გამოცდილი მარკა ვიყოლია ისევ, ნაკლები მონაცემების მქონე და ვიცოდე, რომ მე ამის გარას უნდა ველოდე და თუ რაღაც მოხდა, ვის მივაკითხო, ვიდრე ჩინური მანქანა შევიძინო. აგერ იაპონელებმა ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთო ელექტროავტომობილების მომავალსო და ესა წყალბადზე გადავდივართ უყველაო და დაიწყეს წყალბადის საწვავის წარმოება. რო წყალბადზე გამოუშვა უკვე ავტომობილები, როცა ალბათ საწვავის რესურსი ამოიწურება, რომ დიდი ხმა გვინდაო და ხმაური მანქანებიო რა. ზოგადად რაც ნაკლებად იქნება უკვე ეს ავტოპროდუქტი, მე მივესალმები, იმიტომ რომ ეს გამონაბოლქვი მართლა უკვე მით უმეტეს თბილისში ჩვენთან ახლა ჩვენ რეალობაზე რო ვისაუბროთ, უკვე იმდენი მანქანა არის და ისეთი ჰაერია, მართლა უკვე ძალიან რთულია აქ ცხოვრება. უბრალოდ როგორც ვიცით, კიდევ წინა შეჯიბრზე მოტოციკლეტით იყავთ. და მოტოშეჯიბრშიც მიიღე მონაწილეობა და აი როგორ ანუ დადიხარ უკვე ქალაქში გადაადგილდები? ქალაქში არ გადავადგილდები ჯერ ერთი მიზეზით, რომ ველოდები დუგები დამზადდეს ჩემი მოტოციკლის. იქიდან გამომდინარე, ხო, დამცავი რომ გადაყირავდეს, მე არა უშო პლასმასი არ დაზიანდეს, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღერს ახალი მოტოციკლის, ну Kawasaki-ის ვიცი Kawasaki-ის ფასები და ძალიან ძვირი ღერს და ამიტომ უფრო მეტად ძვირი ჯდება მე ამ ყველაფრის აღდგენა. ქალაქში ჯერ არ გადავადგილდები, მაგრამ აი მე უფრო ვიყიდე გადაღებებისთვის რა. აი ესე სამსახურის სახლი და საქმეებზე მოძრაობას მოტოციკლით მე აქამდე ვამბობდი და კი მეუბნებიან რომ მაგას მე გაგახსენებთო, მაგრამ არ ვაპირებ, უფრო მინდა კონტენტისთვის მაგიტო შევიძენ, თორე არასდროს არ მიფიქრე რომ ეგ ტრანსპორტი გამომეყენებინა. მაგრამ ძალიან კარგი გასართობია მოტოების.
რევიუებს არა, იმიტომ რომ ამ მიმართულებით უკვე იმდენად კარგი იუთუბერი და ები არსებობენ, რომ მე ვფიქრობ, აი ჩემი ჩართულობა მანდ უკვე მართლა საჭირო აღარ არის. თან მე ძირითადად უფრო აუდიტორია მყავს, რომელსაც ავტომობილები უფრო აინტერესებს და მირჩევნი აი ამ მიმართულებას გავუყვე, მაგრამ ავტოსპორტშიც ვაპირებ მომავალში ძალიან კარგია. ჩართვას, ხო. ეხლა მოტოსპორტში ვცადებედი უკვე და ნუ პირველ როგორც შეიძლება დრიფტი რა თქმა უნდა. დრიფტი. ოღონდ სამოყვარულო პროკლასი ალბათ არა. აი BMW-ს კლუბი თუ სამოყვარულოს გააკეთებს, მაშინ მართლა ისე კი არა სამომავლოდ როგორც ბლოგერობაზე ვფიქრობდი, მართლა. ხო, და აი როდესაც ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი მაგის. კი ბატონო, მაგრამ აი უკვე ოფიციალურად დაიწყება და მართლა დაიწყება, მაშინ მართლა სერიოზულად დავიწყებ ამ ყველაფერზე ფიქრს და მუშაობას, რომ მეც ჩავერთო მაგაში. სამომავლოდ რამე ისეთი გეგმები ხო არა გაქვს? აი ამ ზაფხულს მაქვს რაღაც გეგმები, რომელიც თქოც არ მინდა ჯერ თუ გამოვა, იმიტომ რომ ჯერ სათუო გამოვა თუ არა, ამიტომ საკმაოდ ესეთი გეგმა კარგიც, სახალისოც და აი დაველოდოთ მოდი ჯობია და თუ გამოვა ყველა ვნახავ და თუ არ გამოვა არა უშავს, მაინც გამოვა, ოღონდ მომავალ ზაფხულს გავაკეთებ. ძალიან კარგი. გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს დადებით კომენტარებს. მადლობა. საბედნიეროდ დროთა განმავლობაში ეხლა უკვე აი კომენტარების, ვიცი, ალბათ 99.9% უკვე დადებითი არის. დადებითი რა, ადეკვატური კრიტიკა არის, მაგრამ მაგაზე პრობლემა არ მაქვს. თავი შეურაცხყოფელი კომენტარები. ხო, არ იყოს და აი ის რომ წადიგოგო სახში რა გინდა შენ მას ასე შე. სტერეოტიპები მაინც არსებობს. თქვენ ძალიან დიდი მადლობა ჩემი ბავშვების ოცნების. ჩვენი სტუმარი იყო მარო კალატოზიშვილი, პირველი ქალი ავტობლოგერი. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.